მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ არასპორტული პრესინგის ფინალს, რომლის გამარჯვებულიც მატჩ-დეის ანდალუსიურ თავგადასავალში გაემგზავრება. სამი ღამე სევილიაში დასწრება ბეტისისა და სევილიას დერბიზე, შეხვედრა ფანებთან პაბებში, სტადიონის ტური და ეს ყველაფერი ბიძინა ბარათაშვილთან ერთად. ამ და სხვა თავგადასავალზე მეტი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე matchday.tours და შეგიძლიათ ასევე მეგობრებო, მაყურებლებო შეუერთდეთ ამ ტურს გამარჯვებულთან ერთად და ბიძინა ბარათაშვილთან ერთად. დღევანდელ ეპიზოდში ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. დატო ბაციკაძე, დავით ჰიტა ალავიძე და ნიკო ნერგაძე. ესეთი მხურვალე ტაშის ფონზე შეგეკითხებით, ზად ხარ თუ არა ფინალისტვის? ზად ვარ. მე ყოველთვის ვასწრებ რომ არა, ეხლა ვიტკისვით. მეც არა ვარ ზად, მაგრამ მე წინაზე ვითამაში ზაბები კითხვა იყო მუსიკიდან და აქ ისეთ კოუთებთ ამარ ეხლა და თამე მათემატიკა არაფერი არ ვიცი თითქმის. ამიტომ შემართების იმედი მაქვს. მუსიკიდან მეც არ მინდა რომ ბევრი კითხვა იყოს, იმიტომ რომ რომ ნახოხი არ. მეც არ მინდა რომ მე თავი არ მოუჭრა და მე არ გამოვიდეს რომ წინაზე კარგად ვითამაშე მუსიკიდან და მინდა რომ ეგრე დავამახსოვრდე ხალხს და არა ის რომ. წინასწარ გეტყვით რომ მუსიკიდან ცოტა კითხვა არის ფინალურ პაკეტში. ჩვენი დავიწყოთ პირველი ტური შეტევა. მეგობრებო, პირველ რაუნდში თქვენს წინ გამოჩნდება 4 თემა. 4 თემიდან თითო-თითო დაბლოკავთ, თითო-თითო თემას და დაგრჩებათ ერთი, რომელზეც უნდა ითამაშოთ, იქნება 15 მოცემულობა, 15 ვარიანტი, რომელიც უნდა დაასახელოთ, თუ სწორად იტყვით, მე რამდენი პოზიციის კიდე მასაც პასუხსაც გამოიცნოთ, იმდენ ქულას აიღებთ, მაგალითად მე-15, 15 ქულაა პირველი, ერთი ქულა, თუ სამჯერ გასტრაიკდებით, რაუნდს დაიმშვიდობებით, თუ ყველას გამოიცნობთ, ვისაც ყველაზე მეტი ქულა ექნება, ის აიღებს 50 ქულას, მეორე ადგილოსანი 30-ს, მესამე პირველ რაუნდს 0 ქულით დაამთავრებს. დღევანდელი ბომბარდირის თემებია. ყველაზე მეტი მკვლელობის ავტორები, ანუ აქ იგულისხმება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, რომელთა სახელსაც უკავშირდება მილიონობით თუ 100,000-ობით ადამიანის სიკვდილი. მეორე, ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით, მესამე, ყველაზე გავრცელებული ძაღლის ჯიშები და მეოთხე უკაცრავად, ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფრენჩაიზები, ანუ ვინ დაბლოკავს პირველი? დავიწყო, საიდან ვიწყო? საიდანაც გაგეხარდებათ იქიდან. ნიკო, შენ თუ დაიწყო? ძაღლის ჯიშები დაბლოკ. ძაღლის ჯიშები, ტატო. ძალიან კარგია რომ დაბლოკე. მაგას მე ბლოკავდი. მეც. ძაღლის ჯიშები ნახავთ. ვა. მოდი ანიმაციური ფრენჩაიზები დაბლოკო. ნუ ან ალბათ ეს სიმსონები და ეგენი შედის, ხო? სიმსონები, ფემილი. არა. დავბლოკოთ ანიმაციური ფრენჩაიზები. არა. საუბარი არის სრულმეტრაჟიანი. არა, მაშინ ხო. დაიბლოკა. ჰიტა ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით top 15 ამაზე გინდა ვითამაშოთ თუ იმ ადამიანებზე, რომელთა სახელსაც უამრავი ადამიანის სიკვდილი უკავშირდება. ყველობები საინტერესო იქნება ჩემი აზრით. ამიტომ დაბლოკ. არა? მან როგორც გინდა თქვენ დემოკრატიულად მივიღოთ გასული რა. როგორც გინდა, შემსულეთი რომ არის. არა, დანდობა ჩვენი მხრიდან არ იქნება, ამიტომ შენ ტყავზე იფიქრე პირველ რიგში. ყველობები მგონია რომ საინტერესო თამაში გამოგვივა, ამიტომ იყოს ეგ დავდოთ. კი ბატონო. ბოლოს დაბლოკა ჰიტამ, შესაბამისად ის იწყებს. ბოდიში არ მინდა რომ რაღაცა ის ვიყო თუ რაღაცა, მაგრამ იგულისხმება ომის კვლელობები მარტო შიმშილით შედის, ანუ რისი მიხედვით არის? ყველაფერი შედის შიგნით მეორე მსოფლიო ომის რიცხვების გარდა. აი, ყველაზე ანუ იმ ერთ კონკრეტულ ადამიანს, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის რიცხვები არ აქვს მიწერილი. შიმშილი, რეპრესიები, ომი დაპყრობის შედეგად კი, მეორე მსოფლიო ომის რიცხვები არ შედის მხოლოდ. ხო, კარგი. კარგი, დავიწყოთ. მაო ძედუნი. პირველ ადგილზეა მაო. მაო პირველია. ერთი ქულა. როგორ მოვიდივართ? შენ ხარ შემდეგი ნიკო. სტალინი. საათის ისრის მიმართულებით. სტალინი მესამეა. ადოლფ ჰიტლერი. მეოთხე. აი სწორედ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის რიცხვების რომ მივაწეროთ, პირველ ადგილზე არის. ჩინგისხანი. მეორეზე არის ჩინგისხანი. მეორეზე არის ჩინგისხანი, ან ყველა დროის არის. მაშინ იულიუს კეისარი. სტრაიკია კეისარი. პინოჩეტი. პინოჩეტი სტრაიკია. 200,000 წარყავს მოკლული კაცო? ნუ ესენი უფრო წინ არიან. კარგი. თემურლენგი.
თემურლენგი მე-4 ადგილზე. არა, კაცო, მე-4-ზე ვერ იქნება. ჰიტლერთან ერთად, ოკეი. კი. ორი მე-4 ადგილია და ორი მე-6. პოლპოტი ჩავსვათ სადმე 200.000 კაცი. პოლპოტი იქნება. პოლპოტს ვაპირებდი ახლა. პოლპოტი შვენივრად არის აქ 1.5 მილიონიდან 5 მილიონ ადამიანამდე კვლელობით მერვე ადგილზე და 8 ქულა. მე ატო ვთქვი პინოჩეტი, მე თქვა პოლპოტი რა. იდი ამინი. იდი ამინი 11 ქულა. თლად ლიდერებს ვერ უტოლდება, მაგრამ 300.000-დან 500.000 ადამიანამდე ცოტა არ არის. უგანდისთვის თან. მუსოლინი თუ იქნება ნეტა. მოდი მუსოლინი იყოს. მუსოლინიც ამ სიაში ასევე 11 ქულაა. ბელგიის მეფე ლეოპოლდი. ოკეი. ვეი ჩემი. ლეოპოლდ მეორე მე-5 ადგილზეა მეგობრებო. მაგას ვინახავდი. იმ უდიდესი ბოროტებით, რაც ჩაიდინა კონგოში. აფრიკის კონტინენტზე, განსაკუთრებით კონგოში კი. თემურლენგი და ის თუ არიან ჩინგისხაენი. მაკედონელი ალექსანდრე. არა, სტრაიკი მეორე. ვინმე ჩინელი უნდა გავიხსენო. ვერა. იტამ? ვინმე უნდა მითხრა? რუზველტი. არა, სტრაიკი. პირველი სტრაიკი ხიტას, ორი სტრაიკი აქვს სტატოს და ერთი სტრაიკი აქვს ნიკოს. ისა მეორესაც გავაკეთე, მაგრამ ატილა ჰუნი წესით 1 მილიონი კაცი ეყოლება მოკლული. სად იყო მილიონი ადამიანი? მაშინ ხოლმე ბევრი არ ცხოვრობდა, ეგარი. ვინუს უნდა დაეთვალა რანაირად? სტრაიკი. ჩინგისხაენი ხო კარგად დათვალეს, რა კი უფრო ძალიან დიდი სხვაობა არის ჩინგისხაენი და ატილა შორის, რამდენი საუკუნე არის სხვაობა? სამაგიეროდ ნახევარი რომის იმპერია მიასამორგომორა. მეორე სტრაიკი. გეტყვით, რომ ვინც დარჩა, ყველა არის მეგობრებო მე-20 საუკუნე. მე-20 საუკუნიდან. აი, 19-ის მიწურული შეიძლება ვიღაცების დაბადების ის იყოს დრო. მაშინ ნაპოლეონი გამომერიცხა ახლა. მაგიტო იყოს მე-20 საუკუნეა ყველა თო, ჩემი. მე-20 საუკუნეში ჩადენილი არის, დაბადებულს არ გიგებ, მე-20 საუკუნეში. ჰიროჰიტო. არა, ჩემი კაი. მაგრამ კარგად გაიარა. კარგი ვერსია. მესამე სტრაიკი. ანუ ჩინეთში არ მოკლეს იაპონელებმა ძალიან ბევრი ადამიანი გარითულება? იცი რა, ხო რაღაცა ის არის, რა კეისარიც ითვლება წესით, მაგრამ ნუ ტონგოს ეთვლება ეგ მოგლობები თუ რა არქენ ჩემს. თავისით მოკვდნენ ის. ხო. რა გენოციდი მოაწყოს ჩინეთში ტიპებმა მამის. არა, უბრალოდ სხვა ადამიანის სახელს მიეწერება. ხო, ანუ ასაგებია. სხვა იაპონელის. ასაგებია ვისაც უკვე. კი ბატონო. ჰიტა. ჰიტას ორი სტრაიკი აქვს თუ ერთი? ერთი აქვს ჰიტას. მოდი იყოს კიმ ჩენინი, სოჯახი. არა, ეგ არ იქნება ვიდეო. ბაბუა მინდა რა თქვა, მაგრამ ვერ ვამბობ. ჩინი რო იყოს გვარად. თქვა. სახელი რას ამბობ მითხარე? აუ, სახელი არ ვიცი, ჩინი არის გვარი. არა, ქართულად არც არის გვარი ეგ. იანგ. სხვა. აი, თუ არ არის, არა აქვს ხო, მნიშვნელობა. არა, ხო, სტრაიკი არის მეორე. მე ტოგოს ვიტყვი. ჩემით მომაფიქრდა, რომელმაც გაჟუჟა ნანკინის გაუპატიურების დროს ასობით 1000 ჩინელი და მე კიდე გარშა. ვის სიტყვი? გენერალი ტოგო. კი, სწორი ხარ, სწორედ ეს იაპონელი იყო, რომელიც შენით მოგაფიქრდა ძალიან. ჩემით მომაფიქრდა. კი, რაზეა საუბარი? არც მიფიქრია, რომ მინიშნება მოგცა ვინმე. ორი სტრაიკი გაქვთ ხიტა შენ და ნიკოს და ამიტომ ეხლა სწორად უნდა თქვა ვინმე. გამომელია ვერსია აღარა მაქვს. ის იქნება ვიდეო. ოკეი. რაფაელა მოუწოდა.
ხო, ჰიტა ეხა რო ვერ უპასუხო, მე აუცილებლად უნდა უპასუხო, თორე ნიკო შენზე მეტი ქულა აქვს და უბრალოდ მაგით მომიგებს რაუნდს. სულ თვითონაც რო ვერ უპასუხოს. მითხარე. ყველა ძალიან ცნობილი ადამიანია, ამის თქმა შემიძლია. 3, 2, 1 ჰიტა ვერ პასუხობს, ქონდა ნიკო ვინმე დარჩენილი კიდე? მობუტუ მქონდა, მაგრამ ვლადიმირ პუტინს ვიტყოდი, რომელსაც 200,000 კაცი მოკლული აქვს როგორც არაფერი. ადაფი შეიძლება იყოს. მაგრამ პუტინი უკეთესია, რომ კიდევ ერთხელ გაუშვათ ხარ. არ არის ჯერჯერობით. სადამი. ანუ უკრაინაში არ არის. ფრანკო არის, არა, ამ წუთას ჯერ არ არის შესული. 400,000 არასულა უკრაინაში. 200,000 ხო გადაცდა. 200-დან 400,000 ბევრს ყავს. ფრანკო? ფრანკო არის მე-12, მობუტუ არ არის? სადამ ჰუსეინი, მეგობრებო, კიმ ირ სენი, ვინც უნდა და ჰიტას ესეძლიერე თქვა. და ცანკაიში, მეგობრებო, ცანკაიში კი ბატონო. ჩინეთიდან გამოგჩა. დანარჩენი ყველა თქვით აბსოლუტურად შვენიერი გამოვიდა პირველი რაუნდი, ტატოს აქვს. კიდე ერთი იყო, კიდე ერთი რომელიც დაგვრჩა. ლენინი კი. ტატო 0 ქულა, 30 ქულა ჰიტა და ნიკო 50 ქულა პირველი რაუნდის შემდეგ. ვიწყებთ მეორე რაუნდს. ტაქტიკოსი. მეორე რაუნდის მეგობრებო მთავარი გამაერთიანებელი ქუდი არის მითები და ლეგენდები, ხოლო თემები. მეფე არტური, მეორე League of Legends-ი, შემდეგი ფანტასტიკური არსებები და სადგემალებიან ისინი. და კიდე ორი გვაქვს 40 ყაჩაღი ალიბაბას გარეშე აქ ყაჩაღებზეა და ქურდებზე, როგორც მიხვდით. და ბოლო თემა არის იქნებ ფენიქს უნდა სიკვდილი, რომელიც არის მკვდრეთით აღმდგარ ადამიანებზე, ან ვინც მოკდა და უბრალოდ გაცოცხლა და არა შეიძლება ეს ყველაფერი იყოს. პირველი რაუნდი რადგან მოიგო ნიკომ, ნიკო აირჩევს პირველ კითხვას. მოდი დავიწყოთ მეფე არტური 30-ით. მეფე არტური 30. რეალობა არც რაციონალურია და არც მორალური. რეალობას ირაციონალურობა დაუსრულებელი სიცოცხლის სურვილი ამოძრავებს. რომელიც ყველაფერს არსებობის შეჯიბრისა და ტანჯვისაკენ უბიძგებს. ეს დიდი გერმანელი ფილოსოფოსის სურვილი და სამყაროს რეპრეზენტაციაა. შოპენჰაუერი. 30 ქულა პლუს შენ. რატო? მარტივი იყო 30-ისთვის. რავი, ხან რაზე ამბობთ მარტივიაო, ხან რაზე ქულა. არტური პირველი შოპენჰაუერი გამახსენდა 30 გულიანზე შოპენჰაუერი. რამდენმა კაცმა იცი შოპენჰაუერი, ახლა იქ მითხარი. აქ ვინც ვარ ყველა. აქ ვინც ხართ კი, მაგრამ მაყურებელიც უყურებს ამას და უნდა გაიგოს ახალი უდიდესი ფილოსოფოსი და ნუ ვაბულინგებთ ნიკას. გადასარევი კითხვები მოიტანა და ტაჩ დაუკრათ. ძალიან დიდი მადლობა, ყველაფერი კარგად არის. ისა მე მგონია რომ მარტივი იყო ტატო. აი მე ხო მე ამბეღო კაცო. შენ შეგხვდება ეხლა რთული 30-იანი ხო ვიცი? არა, ეს ხო შევა მეც ამეღო მეთქი, ჩემი აზრით იყო პერსონაჟი. იყო საბა ფენიქსი 20. ფენიქსი 20. ეს სინდრომი ასევე ცნობილია როგორც აღდგომა. წარუმატებელი გულ ფილტვის რეანიმაციის შემდეგ, როდესაც გულის ნორმალური რიტმის სპონტანური დაბრუნება ხდება. რა ქვია ტერმინს, სამედიცინო ტერმინს? რა სინდრომი ქვია ბოდიში? ამ სინდრომს რა სახელი ქვია? გავრისკო. არითმია, რა ვიცი. არა. ნიკო? ყვილა დავჭირე, არ ვიცოდი, მაგრამ ლაზარეს სინდრომი ქვია? პლუს 20 ქულა. მკვდრეთი დამდგარი, ვიღაც გვინდოდა ცნობილი, რომელიც შეიძლება სინდრომის სახელიც ყოფილიყო. მკვდრეთი დაახლოებით ლაზარე მქონდა თავში და მე ამას დავაკავშირე. ჰიტა. მოდი იყოს ყაჩაღი 20. ყაჩაღი 20. ტოლემეოს პირველმა სოტერმა ამ კაცის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტეში სამეფო დააარსა. მეფეც იყო და ფარაონიც. ის ამ მმართველის გენერალი იყო და გარდაცვალების შემდეგ მისი გვამი მოიპარა და თავდაპირველად მემფისში დაკრძალა. ნუ მემფისში გადააბრძანა, ამას უფრო ვიტყოდე. შეიძლება არ დაუკრძალოს, არ ვიცი უბრალოდ დაკრძალა თუ არა. მემფისში წაიღო. ტატო? იმჰოტები. ალექსანდრე მაკედონელი. იმჰოტების სწორი არ არის, მაკედონელის სწორია, პლუს 20 ქულა. კარგი, ისა, League of Legends-ი 30. League of Legends-ი 30. ნახეთ როგორ გაუთამამდნენ. ომის გმირი დაკარგული ერიდან. სასტიკი მებრძოლი, რომელმაც დემასიას მეფე შიშველი ხელებით გამოასალმა სიცოცხლეს. გარდაცვალების შემდეგ მკვდრეთი აღადგინეს და ნოქსუსის იმპერიას სიკვდილის შემდეგაც ერთგულად ემსახურება. ეს არის ამ გმირის აღწერა. ხა შემდეგ რა მოყვება, რაც უკვე მინიშნება არის. მისი სახელი საქართველოში თიანეთის მუნიციპალიტეტში დაბას ქვია.
წყალსაცავიც აქვს თავისი სახელობის თბილისში ქუჩაზე და ქუჩაზე არქიტექტურული ძეგლიც, რომლის ისტორიაც ვახტანგ გორგასლის დროს იწყება. სიონი. ლიოს 30 კულა ნიკო შენ. ადაო. Oh my god. მე ვიღებ? შენ ხარ? დადო. ფანტასტიკური არსებებისა. ეგ რა არის ფანტასტიკური? პროსტ ფანტასტიკური არსებებზეა. კი. აი, აბა იგი იყოს 20. არა, მეც. აჩაღები 30 იყოს. აჩაღები 30. ამ ალბომის სახელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პერსონალური ჰიმნის გადათამაშება არის. ალბომის დაუსრულებელი ვერსია ინტერნეტში გავრცელდა და ამიტომაც ნამუშევრის სახელის ბოლო სიტყვა ამ ქურდობასაც ეძღვნება. ალბომის მუზა 2000 წელს ჯორჯ ბუშის გაპრეზიდენტება გახდა. ტექსტების ინსპირაციად ლეგენდარულმა ბრიტანელმა ვოკალისტმა ზოგადი უცოდინრობის, შეუწყნარებლობის, პანიკის და სისულელის განცდა დაასახელა. ალბომის სახელი უნდა მითხრა. ანუ ეს პრეზიდენტის ჰიმნი, რაც არის, ზოგადად ამერიკის პრეზიდენტების ჰიმნი, რაც არის, ბოლო სიტყვა არის შეცვლილი რა, თო დანარჩენი იგივეა. იმ სიტყვით, რაც რატომაც შეცვალეს, ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ინტერნეტში გავრცელდა, ხო? და ვარ მოიპარეს. დადო? არ ვიცი, აზე არ ვიცი. მეგობრებო, საუბარი იყო Radiohead-ის Hail to the Chief. Hail to the Chief, okay. Hail to the Chief არის. აქ ხო მინუსებია თუ სხვისას დააჭირა. კი, -10 კულა არის, სხვისას თუ დააჭირა. ნიშნულობა რა აქვს, რა ნომინალიანი არის. -10-ია ფიქსდი. აბა? აჩაღი 10. აჩაღი 10. ამ ძარცველს ისეთი სამეგობრო ხავს, სულ რომ არ გინდოდეთ რამის მოპარვა ოკეანის ტალღებივით ჩაგითრევთ ცუდ საქმეში. იდა? ალ კაპონე. ვინ? ალ კაპონე. არა. ოუშენი. დენი ოუშენი მეგობრებო, ტალღებივით ჩაგითრევს და სამეგობრო, რა ვიცი, ბრედ პიტიდან დაწყებული, მე დეიმოინ დამთავრებული. ყველა და ყველაფერი მისი მეგობრები არიან. ნიკო, მოდი ფენიქსი 30. ფენიქსი 30. მისი უთვალავის სიკვდილი სტენი, ერიკისა და კაილისთვის მუდამ ტრაგედია იყო. ერთ-ერთი სეზონის ბოლოს მართლა მოკვდა, თუმცა შემდეგი სეზონის ბოლოს დაბრუნდა და მას შემდეგ ძალიან იშვიათად თუ გარდაიცვლება ხოლმე. აიღე რა. ანუ საუს პარკზე გაზრდილი ვარ, კენია. აიღე რა შეჩემ. გვარი უნდა მითხრა. ნო, კენი მაკორმაკი. არა, ისედაც კენის ჩაგეთქვა. არა, გვარი. არა, ჩავთვლი. გვარიც ვიცი რა ვიცი. კი, კენი მაკორმაკია. They killed Kenny. You bastards. აი რა. დატო. აიღე რა თურმე 30-იანი და. ეხა ფანტასტიკური. გაიდროსია, მაგრამ წინა იმაზე მივხვდი რომ 30-იანები უნდა აიღო, იმიტომ რომ სიმარტივით ხანდახან 20-იანს გავს, ხანდახან 10-იანს და საფიქრალად მეტი დრო გავა და მეტი ქულაა. კაი, ფანტასტიკური არსება 30, ჰა. ძალიან წუხვარ, დატო, იმიტომ რომ ჩემი აზრით ყველაზე რთული კითხვა არის, რომელიც საერთოდ ამოთხ თამაში მოსულა. ნახოთ. ოლგოი ხორხოი. ასე ჰქვია მონღოლურად არსებას, რომელიც ლეგენდის მიხედვით გობის უდაბნოში ბინადრობს. ეს არსება შაი ჰულუდამდე იყო უდაბნოების მბრძანებელი, მერე რა რომ არავის უნახავს. წუხვარ. უბრალოდ შაი ჰულუდი მიდოდა სადმე და რომ ეხსენებინა და აი მონღოლებმა მომცეს ამის საშუალება. ხუმბაბა, არა, თუმცა ახლოს იყავი. მონღოლური სიკვდილის ჭია ქვია ამ ლეგენდარულ არსებას, რომელიც მონღოლები ამბობენ გვინახავს, მაგრამ არავის არასოდეს არ უნახავს. ოდიში რო გაგიჩალიჩი არ მეგობრებო. მონღოლური სიკვდილის ჭია. მაგალითად ეს რაც კი შეიძლება. აი ჩევა იყო უბრალოდ მონღოლური სიკვდილის ჭია დახვდა იქ ამის მაგ. ენი როგორ გამიტყდა ეხლა. ანუ იმიტომ კი არა 30 კულა იყო, просто აღება მაგკითხვის აღება მინდოდა. ენი. მოდი იგივე თემა იყოს და 20 ხოა. კი ბატონო. ფანტასტიკური არსებები 20. ქართულ მითოლოგიაში ის უზარმაზარი ძალით და გაუმაძღრობით გამოირჩევა.
მის ფრთებს მაგიური ძალა აქვთ. ფრთის შეხება ჭრილობებს კურნავს. ფრთის დაწვით მისი გამოძახება შეიძლება. ალბათ ერთ დასავლურ ჯადოსნურ ფრინველს ძალიან გაგონებთ. უნდა მითხრათ ამ ფრინველის სახელი. ქართული მითოლოგიიდან. არ ვიცი. არ ვიცი, დრაკონი. არა. ნიკო? ფასკუნჯი. ლეოს 20 ქულა. აუ, ფასკუნჯი. ნიკოს აქვს ამ მომენტისთვის 180 ქულა, ტატო და ჰიტა 30 ქულა. ნიკო აირჩია. მეფე არტური 20. მეფე არტური 20. ეს ფრანგი პოეტი 1891 არტურ რემბო. ლეოს 20 ქულა ნიკო. თურმე არტური, შოპენჰაუერი, რემბო, მე აღარ დარჩა არტური, მე ვიდალი არტური იქნება თუ? ტატო. ყველას გადაობა ისაა, რომ არტურზე შოპენჰაუერი და რემბო ავიდანვე გამახსენდა, მაგრამ აი მესამე არტური 10 ქულა, აი არ ვიცი მის შეიძლება იყოს. რომ მარტივი, ანუ 10-იანი რო იყოს, აი. შოპენჰაუერი და კენი და შენთან მონღოლური სიკვდილის ჭირა და ხო და არის. ბახარ 10 ქულა ხო არის დარჩენილი და. საიდუმლო. ღირს თუ არა გარიშვა არც ვიცი, იმიტომ რომ შეიძლება მის შეიძლება არტური მარტივი კიდე მის შეიძლება იყოს, კიდე უფრო მარტივი იმაზე რემბოზე. არტურ არ ვიცი. აი, იყოს სიკვდილი იყოს, აბა. 10 ქულა. სიკვდილი 10. ეს პერსონაჟი წიგნების სერიაში ჯერ კიდევ ელოდება სიკვდილიდან დაბრუნებას და უფალმა უწყის ოდესმე დაწერს თუ არა ავტორი მისი ფენიქსივით აღდგენის სცენას ან საერთოდ ახალ წიგნს. აი სერიალში კი მელისანდრას დახმარებით მეორე შანსი მიიღო და გაცოცხლდა. და ხო დავაჭირე. ჯონ სნოუ. ლეოს 10 ქულა. კიდე არ ვიშკარ, თავიანთ სიკვდილიდან დაბრუნებას თუ რა გოდონ წავედი. ჰიტა? სამართლოდ ნარკვევია. მოდი იყოს League of Legends 20 ქულა. League of Legends 20. ნოქსუსის ტრიუმვირატში სამეფო ძალის სიმბოლო. დიადი მებრძოლი, რომელსაც ორთაბრძოლაში თვით დასამერფი ტრანდილი ხავს დამარცხებული. ტრუნდლე. მისი სეხნია აქემენიდური იმპერიის უდიდესი მმართველი იყო. დიადი ეზედმეცახელი შეარქვეს მას, რომლის ზეობისას იმპერია დასავლეთ აზიაში იწყებოდა და ჩრდილოეთ აფრიკით სრულდებოდა. აუ, არ ვიცი, არ მინდა გარისვა, ისაც საწყალი რომ სკოლა. აბა? აი იქნება. ჯინქსი. არა. ნიკო. იმედია დარიუსია და არა კიროსი. დარიუსია, რა თქმა უნდა. დიადი დარიუსი იყო. კიროსიც კაი. ხო, აი. კიროსი შენ გიყვარს, დარიუსი დიადი იყო. თქვი, ჩემჯერია? უნდა არჩიო. კაი, მეფე არტური 10. მეფე არტური 10. მაგლებისა და ჯადოქრების თანასწორობის დიდი კომაგი. რუფუს კრიმჯერის მინისტრობისას სამსახურში დაწინაურებული. კაცი, რომელსაც ნაგინი ფეხზე უკმინა და კაცი, რომელმაც ჯადოქრების სამყაროს 7 წითური შვილი აჩუქა. ანუ ჰარი პოტერი არ მახსოვს ეგრე კარგად. ხო და რა გვარია? გვარი უნდა გაიხსენო ალბათ, ხო? არტურ დამბლდორი. გამახსენდა. ტატო. უიზლი. სორია, უიზლი. პლუს 10 ქულა. ტატო, შენი არჩევა. ეს უფრო თული იყო უსი. იყო იმორზე. ფანტასტიკური არსებები არა მაიცა. კაი, ფანტასტიკ. არა, League of Legends 10. ყოჩა. League of Legends გირჩევნიათ ყოველთვის. მარტოხელა ლეგენდარული პერსონაჟი, რომელიც ბილჯუოთერის წყლებში ჩაძირული პირველი ხომალდივი ძველია. გოლიათი ჯავშანში, რომელიც თავის უზარმაზარ ღუზას ბეთკულთა დასახმარებლად და ხარბთა ჩასაძირად იყენებს. იგივე სახელი აქვს ჟიულ ვერნის ცნობილ გმირის ნემოს გემსაც. ვაიმე, მაიცა გაც ფუშენ. და რუსული ბენდია კი. ვაიმე. ფუშენი, ნო.
ნოსტრადამუსი და სტრადივარიუსი კი არა და. კარგად ხარ, ვიცი რომ კარგად ვარ. კარგად შემე, კაი არ მახსოვს. რაიმე. წყალი ლათინურად რაღაცა ნაოსნობი. აი. არ მომდის არა. ნოსტრადამუსიდან თუ არ ახსენდება ესე იგი ის ბლოკი არის, ხო იცი თავში. ანუ ხო. რო ვერ გაარღვევ. ნაუტილუსი. ნაუტილუს პომპელიუსი, აუ ჩემი. და ჰიტა შენ დაგჭა, ესე იგი ფანტასტიკური არსებები და სადგემალებიან ისინი. 10 ქულიანი. დავიწყოთ. ძალიან უცნაურია, მაგრამ იყო დრო ერთი ვიდეოს გამო ეს არსება საქართველოში ფაღარაც დაუკავშირეს. რაღაც კონკრეტული მომენტის დროს. მომენტი იყო, როცა ეს ვიდეო გამოვიდა ამ პერსონაჟისთან დაკავშირებით და ფაღარაც დაუკავშირეს. ვინ მოთვლის რამდენი ფილმია მასზე გადაღებული, ანუ ამ პერსონაჟზე. ბოლოს 2025 წელს ლუკ ბესონმა სცადა ეკრანზე მისი გაცოცხლება. თავის დროზე მურნაუს მასზე წიგნზე უფლებები რომ მოეპოვებინა, ალბათ ნოსფერატუ არც იარსებებდა. ანუ აღარ ვიჩქარებდი, ხამი კი არა ვარ. ჰატო დავაჭირე. ფრანგენშტეინი. არა. დრაკულა ხო. დრაკულა, მეგობრებო, ნოსფერატუ მხოლოდ იმიტომ შექმნა მურნაუმ, რომ უფლებები ფაღარათი ფაღარათი ვერ იყო, მეც დრაკულასთან დაკავშირებით. ის ვიდეო იყო. ქართულად გახვანებული ვიდეო რო არის ტრეილერი დრაკულას, შეიძლება გინახავთ. არა, არ მახსოვს. ამით დასრულდა მეორე რაუნდი. ორი რაუნდის შემდეგ ნიკო 240, ტატო 50, ჰიტა 30 ქულა. ვიწყებთ მესამე რაუნდს კონტრიერიში. ვიწყებთ მესამე რაუნდს. ნიკო, მესამე რაუნდში შენ გაქვს 3 არჩევანი. ჰოროსკოპი, რომელიც იქნება პასუხები ჰოროსკოპის ნიშნები. გეოგრაფია ვიცი, გეოგრაფიიდან პასუხები და აბსოლუტ სინემა, რომელიც კინოს გარშემო არის კითხვები, რომელიც გესიამოვნება ისე. აბსოლუტ სინემა მე სიამოვნება თუ შეიძლება. კი ბატონო, მაშინ თამაშობ კინოზე მეგობრებო. კინო და არა მხოლოდ. დაჟე. არა. თუ ყველა კი ხო ფეხბურთზე უნდა იყოს. ამ ფილმში. დავიწყეთ. პირველი შეკითხვა. შეგახსენებთ აქ ყველა შეგიძლია დასრებაზე თამაში, სწორი პასუხი +10, არასწორი -10 ქულა. პირველი შეკითხვა. დონალდ ტრამპი რომ ამ ფილმში ახლა გადაეღოთ, ცნობილი ნახატის ოთახიდან გატანას ალბათ არ მოითხოვდა. ტატო? სისტემთებ. ამდენად, გრენლანდია აღარ გაატანინებდა არცად არავის. მეორე. ჰორის სოლიტერსა და რიდლი სკოტის უცხოს ეს სახელი აერთიანებთ. ორივეს სჭირდებათ უცხო სხეული არსებობისთვის. ეს არის ბუნებაში გავრცელებული თანაცხოვრების ფორმა. ჰიტა? პარაზიტი. +10 ქულა. შეიძლება ფილმი იყოს პასუხი, შეიძლება რაღაც სხვა რამეს იყოს. არა, ყველა პასუხი არის ფილმი. ფილმია ყველა. კი, ყველა პასუხი აუცილებლად ფილმი არის. ყველას. ფილმი ან ანიმაციური ფილმი, ხო? ხო, სათაური. კი. პასუხი არის სათაური. კი ბატონო. არც ერთი არ იქნება სერიალი წინასწარ. ან ადამიანი არ არის, ხო? კი. მესამე შეკითხვა. რიცხვების, სიმბოლოების ან გამოსახულებების მართკუთხა მასივს ასე ეწოდება. არსებობს კვადრატული, დიაგონალური, სიმეტრიული და ერთეულოვანი. ასევე არსებობს აქედან გამოსვლის გზაც. ამისათვის სწორი ფერი უნდა აირჩიოთ. მატრიცა. +10 ქულა. ოჰაიოს შტატის გამოსასწორებელი დაწესებულება დღეს მუზეუმადაა აქცეული. იქ φιλმში გამოყენებულ დეკორაციებსა და კოსტუმებთან ერთად რიტა ჰეივორთის პოსტერსაც ნახავთ. შოუშენკი, გაქცევა შოუშენკიდან. ნამდვილად. შემდეგ. გიორგი შენგელაიას ამ ქართული ფილმის გასახსენებლად უნდა გაიხსენოთ რა ხდებოდა ძმები ლუმიერების მიერ გადაღებულ პირველ ფილმში. მიდიოდა მატარებელი. მიდიოდა მატარებელი ნამდვილად. ფილმშიც და შენგელაიასთანაც. შემდეგი. ოლიმპუს მონსი, ნაკროვანება, კიკუჩიო, ქრის ადამსი, პალპატინი არა, პალტინი. თითოეულ მათგანს ეს ციფრი აერთიანებს. 7. ნამდვილად 7 არის. 7 კოსმოსური საოცრება, 7 ცოდვა, 7 სამურაი, 7 განსაკუთრებული 7-ეული და 7. შემდეგი, ჩემი ფავორიტი კითხვა ამ სეზონის და მადლობა რომ ეს თემა აირჩიეთ რომ ამ კითხვას ვსვამ. გაჩუქებ ფოტოს, გაითვალისწინებ ყველაფერს ამ თუ
შეუძლიათ შეცვლა ფორმის ოთახის მოგონებების რომ იცოდე. მემენტო. ხო. ბრავო. უკუღმა არის კითხვა დაწერილი და კაი იყო, ძალიან კაი იყო. კაი კითხვა იყო, ყოჩა. მერვე შეკითხვა. მეცნიერების თქმით, ეს იწყება 5000 წლის წინ კერამიკისგან დამზადებული ეტლითა და 2 ხარით. ჩვენთვის ცნობილი ეს სანათის ხტუნაობით დაიწყო და უსასრულობამდე და იმის იქით გაგრძელდა. სათამაშოების ისტორია, ხო ეს? სათამაშოების ისტორია ნამდვილად დაიწყო ესე პირველი სათამაშო აღმოჩენილი ამ წუთისთვის არის კერამიკისგან დამზადებული ეტლი და 2 ხარი. მეცხრე ამ ანიმაციურ ფრანჩიზაში შეხვდებით cross-dresser მგელს, პინოქიოს აქამდე უცნობი ფეტიშებით, შრეკი. ნამდვილად +10 ქულა და ბოლო შეკითხვა რაუნდის. ამ ფილმში მთავარ როლს მშვენივრად შეასრულებდნენ ჯოკერი, კაკაში ნარუტოდან, მურვან ყრუ, მუფასას ძმა ანუ სიმბას ბიძა და ერთი თევზი ნემოში. ბრაიან დე პალმამ კი რატომღაც ალ პაჩინო ნაიარების სახე, Scarface. ნამდვილად ყველა ამ პერსონაჟს ნაიარების სახე ჰქონდა. ამით დასრულდა მეგობრებო მესამე რაუნდი, 290 ქულა აქვს ნიკოს, 90 ტატოს, 40 კი ჰიტას და ვიწყებთ ბოლო რაუნდს. ბოლო ძალიან ხართ მეგობრებო. მეგობრებო, ვიწყებთ ბოლო თავს. ამ რაუნდში გვექნება 10 შეკითხვა, ჯამში პლუს და მინუს 500 ქულა გასათამაშებელი, ისევე როგორც ნახევარფინალებში, აქაც წინასწარ გეტყვით, ხატვარს ვითხოვთ თქვენგან რეჟისორს თუ ისტორიულ ფიგურას. ისევ გვექნება 5-5 მინიშნება, პირველ მინიშნებას სწორი პასუხი +50 და არასწორი -10, მერე +40 -20, +30 -30 და ასე შემდეგ. პირველი, ვინც თქვენ მინდა რომ დაასახელოთ, არის ისტორიული ფიგურა, ასე ვიტყოდი, ისტორიული ფიგურა. პირველი მინიშნება. გახსოვდეს, სადღაც შენი დამსახურებაა, რომ ამას ვკითხულობ და სიღარიბეში ტყუილად არ გარდაიცვალე. მე მიმართავ ამ ადამიანს. რომ ამას ვკითხულობთ, ესე შემიძლია თქვა, რომ ამას ვკითხულობთ, ხო, ყველამ შეგვიძლია უთხრათ ეს ამ ადამიანს. მეორე. წუხვარ, მაგრამ შენი გამოგონება სიკვდილის პირასაა. აქამდე კარგად მახსენდებოდა ყველაფერი ეს ვიცი რაც არის. მესამე. იცოდე, რომ არა შენი გამოგონება არც რენესანსი იქნებოდა და არც რეფორმაცია. ხატრობასთან კავშირი არა აქვს. გუტენბერგი. გუტენბერგი გავიხსენე რა. +30. ვერ გავიხსენე. გვარი გუტენბერგი ამასოდა რომ მეც ვერ გავიხსენე, ხო, გვარს. აი, გინ დაზგა, ვინ მოიგონა ვინ. ხო და იმ განათული იყო ეს გასახსენებად. არა ხო, რა მოტივირდა თო. მეგობრებო, ვინც არ იცის, მაინც უთხრათ იმ ხალხს, რომ გუტენბერგი არის ადამიანი, რომელმაც საბეჭდი დაზგა მოიგონა და ხელი შეუწყო წერა-კითხვის გავრცელებას, შესაბამისად რო ვკითხულობთ ახლა, უდიდესი როლი ალბათ ჩვენ მშობლებთან ერთად გუტენბერგსაა ამ საქმეში. მეორე, ასევე ისტორიული ფიგურა მინდა მეგობრებო. პირველი მინიშნება. როგორ ჩანს, იაკობის მამას მანქანები აინტერესებდა. მეორე მინიშნება. მარკ უოლბერგს გული გაუსკდა მისი ძეგლის ნაცვლად გენერალი თეიდის ძეგლი რომ ნახა. უკვალურად ცუდად გახდა. მესამე. გაკვეთილი რომელიც გვასწავლა თეატრში ლინკოლნზე ალაპარაკი და ეს არის მაიმუნების პლანეტა. მეორე მაიმუნების პლანეტაა, პირველი იაკობის მამას აბრაამი ქვია და ლინკოლნი მანქანა არის ბრენდია. +30. მესამე შეკითხვა. მომღერალია დასასახელებელი. პირველი მინიშნება. გოტიეს კოინბრას პიონერი. კოინბრა. მადონა. აუ ნიკო რა, +50. ესა, მივხვდით. ეხლა მივხვდით. გოტიეს კოინბრას პიონერი ნიშნავს, რომ ეს მადონას 80-იან წლებში ერთ-ერთ ლაივზე ესეთი კონუსის ფორმიანი ბუსჰალტერით იყო. კი. მეოთხე კითხვა, თქვენგან მინდა რეჟისორი. პირველი მინიშნება, თუ რაიმე შეიძლება დაიწეროს ან ფიქრად იშვას, მისი ფილმად ქცევაც შეიძლება. ეს ამ ადამიანის სიტყვები არის. ფრაზა არის, quote. მეორე კაცი რომელმაც ყველაფერი გადაიღო. უცნაური სიყვარული, ამოუხსნელი მონოლითი,
წერლის მენტალური კუბრიკი. სტენლი კუბრიკი, ნამდვილად. სტენლი კუბრიკია პლუს 40 ქულა დატოს. მეხუთე შეკითხვა. აქაც ისტორიული ფიგურა მინდა. საშა ბარონ კოენის საყვარელი ტანსაცმლის ბრენდი. პირველი მინიშნება ეს არის. ისტორიული ფიგურა. მეორე. 1600 წელს რომ სიცოცხლეს გამოასალმეს ფაქტია. ზუსტად რატომ არავინ იცის? ანუ ზუსტი მიზეზი რა იყო, არავინ იცის რა. ჩვენ კი გვითხეს რაღაც მიზეზები, მაგრამ არ ვიცით რამდენი ზუსტია. ხო. შემდეგი მინიშნება, ტატო აქ 20-იანი მაინც უნდა აიღო, რომ ხო, მიხჩენ, ვიცი. მესამე მინიშნება, ამბობენ სამეცნიერო შეხედულების გამო ზოგი კი ფიქრობს ჯორდანო ბრუნო. ჯორდანო ბრუნო, კი მეგობრებო, ბრუნო არის და ჯორდანო ბრენდი და ბიჭო, სახელი ვერ გავიხსენე რა, საშა ბორატი და რა ქვია იმას მოდელი კი არა და ის რო არის მეთქი რა. მეუს 30. ბრუნო, ვერაფერ ამ მომენტისთვის ქულებია 400 ნიკო, 160 ტატო, ჰიტას აქვს 40 ქულა, წინ გვაქვს. ყოველი კითხვის მე მეზდება, ხო? ეხა 40-იანი უნდა ავიღო, ხო, მინიმუმ? ხო, ანუ ჯამში დარჩენილია 300 ქულა. 300-ია დარჩენილი? არა. 5 კითხვა ხო არის დარჩენილი, 6, 7, 8, 9. ხო და 250-ია. 250-ია, ბოდიში. ჩემი მათემატიკა არა. 240-ით მისწრებს ნიკო, ანუ აუ, ყველაფერი უნდა იყოს. ყველაფერი შენ უნდა გამინუსდე, გაგიჟდე და -50-ები აიღო. ა -10-ია 50. არა. ბოლომდე უნდა ჩავიდე და მე უნდა აიღო. ეხლა ვინც უნდა დამისახელოთ არის გამოგონილი პერსონაჟი. პირველი მინიშნება. Feels good man. აი, მოვჭეთ თამაში. Soul Goodman-ი არის. -10 ქულა ნიკოს. არა, კაი ვარიანტი იყო. არა, ძალიან იკონური დამთავრება იქნება. ძალიან, მაგიტო დავიწყე. ამითი რო აგეო. მეორე. ოდესღაც აპოლიტიკური მიმი ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების საყვარელ სიმბოლოდ იქცა. ულტრამემარჯვენე? კი. Fortune-ის ახლა ვიცი ის სახე იყო. Fortune-ის? Fortune, ხო, Fortune თუ გახსოვს ფორუმი, გემახსოვრე. ოდესღაც აპოლიტიკური ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების საყვარელ სიმბოლოდ იქცა. I don't know. მესამე. ბევრად უფრო ადრე ვიდრე Soul Goodman-ი იტყოდა ამ ფრაზას, ამას ცალკე გეუბნებით კითხვაში არ არის, ამ მიმის იყო ეს ფრაზა რა, Feels Good Man. მესამე. ჰონკონგის პროტესტში კვლავ კეთილი საქმის კეთებას დაუბრუნდა, ანუ მას შემდეგ რაც ნაცისტებმა დაიწყეს მისი გამოყენება, მერე ჰონკონგის პროტესტი რო იყო რამდენიმე დღის წინ, ისევ ამ პოზიტიური სახით გამოჩნდა. არ ვიცი, აღარ მახსოვს, ნუ ხვდებოდა ვინც არის, მაგრამ წლის. მე აღარ შეგისლის რომ ის გაგო. ფაყაყია ამ გონი. ხო, ბაზარიანო. შემდეგი მინიშნება არის ანტრომორფული ამფიბია. და ბოლოსაც გეტყვით, უხეშობით ცნობილი ფეხბურთელის სეხნია გახლავთ. დააჭირე ხელი 10 მაინც აი. რა დაწმინდა. ძერ თქვი მითხარ, პასუხი მითხარი უკვე და. არა, სახელი არ მithქვამს კაცო. ამფიბია აგერ დაეწერა იქედაც რომ ბაყაყი არის. ხო და არ მახსოვს რა ქვია სახელი. უხეშობით ცნობილი პიპა დი ფროგ არის, პეპე დი ფროგ, გააჩნია როგორ იტყვით არანაირად. მეგობრებო, დასრულდა ამით ჩვენი თამაში. და მეგობრებო. მიულოცოთ ნიკოს გამარჯვება. გილოცავ ძალიან ძლიერი თამაში. ძლიერად დავიწყე და თავიდან ანდალუსიაში გამგზავრება, მაგრამ ძლიერი მაინც თამაში იყო. კითხვები რაც დაგვრჩა, მაინც აგიკითხოთ, ხო, მიდი, რატო ის ხნა, გავაფუჭო, მაინც არ რაში უნდა გამომატო. ბოლოს ორთქი სრულიად გამოცვლილი მქონდა და კარგ დროს დამთავრდა თამაში, იმიტომ რომ წავალ. აი დიდი პეტროს. წერალს ვითხოვ თქვენგან. ავაი. იტალიაში დაბადებული შვეიცარიელი მეცნიერის ტრაგიკული ექსპერიმენტი. არა. თქო რა უმბერტო ეკო მეგონა მაგრამ. პოეტის მეუღლე ის ვინ სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი პიონერია. ანუ ფრანკენშტაინზეა ხო ლაპარაკი, მერი შელის. მერი შელი არის, ფრანკენშტაინი თვითონ ის არის პერსონაჟი, იტალიაში დაბადებული შვეიცარიელია. შემდეგი თქვენგან ვითხოვდი მხატვარს და პირველი მინიშნება იქნებოდა ედვარდ ჯეიმსის პორტრეტი არაა. ისა, ფუ, არა. ის სედუნ პიპ. ბლა. მაშინ მაგრეთი. მაგრეთი ხო? რენე მაგრეთი. რატო ვერ იხსენებს უსახელებს, მაგრამ იცის ყველაფერი ამას ხედავთ. მოხსენდი. შემდეგი ვითხოვდი ბენდს
მუსიკალურ ბენდს და ეს იყო პირველი მინიშნება. ენტონი კვილის ექინთან რომ არ მისულიყო, ხიდის ქვეშ არ წავიდოდა ცუც საქმეზე. თქვი თუ პეპასო? პეპას კი ნამდვილად. და ბოლო იქნებოდა მსახიობი და დაიწყებოდა ასე. კაცი რომელიც ოდესღაც ჯონ ტრავოლტასთან ერთად კარადაში იმალებოდა. კეიჯი? არა. ხო, არა. ნიკოლას კეიჯი? არა. ტომ კრუზი. ტომ კრუზი სწორი არის საუთ პარკის სერიაში, საინტოლოგიის სერიაზე. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. გამიზიარეთ ემოციები, რა სიტყვით, როგორი იყო ეს თამაში? მე შენ იმას ვიზავ, ახლა შენ გეტყვი მადლობას, იმიტომ რომ ძალიან კაი კითხვები იყო დღეს. განსხვავებით, მაგალითად ნახევარფინალში ისე ვერ ვისიამოვნე, ვერ ვიკაიფე. იმიტომ ზოგადად ეგ კითხვები რაც ავიღე იყო ერთი და იგივე თემატიკის და აქ ძალიან ფართოდ ჰქონდა კითხვები მოტანილი, ბევრი სხვა თემატიკა იყო და კარგი კითხვები იყო რა, მოფიქრებული და კარგად იყო დაწერილი და ძალიან მესიამოვნა მათ შორის უმეტესობა ის კითხვები რომელიც მე ვერ ავიღანო. ნიკო რაცა იყო ის კითხვები, იმდენად კარგი კითხვები იყო და იმდენად კარგად გახსნა და აიღო რომ ძალიან სასიამოვნო იყო მაგის სურათმა ყველაფერს და ასე მადლობა შენ. მადლობა. კაი თამაში იყო თქო ვისიამოვნე და უგულოცავად მქონდა ნიკოს და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გადაიღებთ კარგად ნიკოს და ბიძინას ვოიაჟს სევილიაში, იმიტომ რომ ამ ორი ადამიანის ერთად იქ ვოიაჟი კარგი საყურებელი იქნება ჩემი აზრით. და ყველას მოგონი გვაქვს. ჰიტა. მე ნამდვილად არ ვიყავი, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია, რამდენიმე ძაკულა და ფასკუნჯი და რაღაცეები ძალიან ელემენტარული ვერ გამოვიცანი, მაგრამ ეხლა ვუზრუნავ, რომ პრაიმ ვერსიაც კი უშანსოდ იქნებოდა, ამიტომ აზრი არ ქონდა, მართლა ძალიან მაგრად ითამაშა და როგორ მეორე რაუნდის შემდეგ უკვე ხვდებოდი, რომ აი მისი იყო ეს ყველაფერი. მე ძალიან გამიმარხა, მე შენ მდგომარეობაში ყოფილი ვარ, თქვა თამაშის დროს რომ უცებ ვარ და ბიჭო არაფერი არ მოდის, არა და მომენტ რაღაცა და მოდიოდეს. ეხა პირიქით ვიყავი, რომ ზონას დააჯდა, კარგად წაიღო და აი ბოლოში როცა გამომელია ყველანაირი საწვავი, მორჩა კიდევაც თამაში, თორე უკვე აღარაფერი აღარ მოდიოდა თავში. მადლობა შეკითხვებისთვის. სევილიასაც ნახა. მიდი აბა ჩვენ სახელზე თქვენ სახელზე რაღაცა ვლოგი გადაიღე. მადლობა მეგობრებო კიდევ ერთხელ, მადლობა მონაწილეობისთვის და მაყურებელს მიმართავ, მათ შეუძლიათ რომ ამ ანდალუსიურ მოგზაურობაში შეუერთდნენ ნიკოს და ბიძინას, ამისათვის უნდა შევიდნენ Match Day წერტილი ტურზე და შეიძინონ ტურის ბილეთები. მადლობა კიდევ ერთხელ და კარგად. მადლობა.